სალამი ყველას, მოკლედ დაგიბრუნდით მორიგი ვიდეოთი და ამჯერად როგორც იქნა ისე მოვიდა PES-ის ვიდეოს დრო. ჩვენ ახლა გვექნება აკაუნთის განხილვა, ახალი აკაუნთი ვიყიდე, შევცვალე აკაუნთი და მართალია გულმა ვერ მომითმინა უკვე გავტესტე, მაგრამ თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავტესტავ და მაინც მოდი განვიხილოთ. ესე იგი, აი თქვენს ხედავთ კარგად ეკრანზე აკაუნტს, ასე ვთქვათ. ესე გამოიყურება ზამენები. ეს არის ძირითადი გუნდი და ესეც რეზერვი, ესე გამოიყურება რეზერვი. და ესეც ჩვენი ლეგენდა კაცი, რამაც გადამაწყვეტინა ამ აკაუნთის ყიდვა. მარტო ამან არა, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს კაც, რატომაც ვიყიდე ეს აკაუნთი. კარგი. მოდით ახლა დავიწყოთ, ერთი ხელი ვითამაშოთ ონლაინში. და თქვენ თუნდაც ნახავთ როგორი აკაუნთია, რა შეუძლია და ასე შემდეგ. მოკლედ, ვიპოვეთ ჩვენი ოპონენტი. მოდით ახლა, არა, ყველაფერი კარგად არის, ესე იგი. აბა შევხედოთ ახლა, ნახოთ მოწინააღმდეგის გუნდი. კი ბატონო, ეს ასვრიანი ბლიცკრულერ მესი, რომელიც ძალიან მაგარი კარტია. კარგი ნორმალური გუნდია. დავიწყოთ აბა. ერთ წუთით ცოტას დავუწევ ხმას, იმიტომ რომ ცოტა ხმა მაღალზე არის. სტადიონის ხმა, ასე ვთქვათ. ნახოთ რა გამოვა. შენივრად დავიწყეთ და მე მგონი, არა, პირველი წუთებზე ვერ გავხსენით ანგარიში. აბა. მიდი. ერთი კარგი კონტრშეტევა გვინდა. შვენი. მოშორებაზე ვთამაშობთ ჯერჯერობით. აბა. ეგ არის. აბა რივოლდა. ერთი კარგი პასი გვინდა და ლაუტაროც იქვია. და არ გაგვიმართლა, გავარტყით ანგას. გოლი მეგონა არა და უკვე მოვტყუდი, ასე ვთქვათ. ვაიმე. ფეიქ შოტი. კარგი მცდელობა იყო. ლეგენდა პუიოლი, მოკლედ ძალიან კარგი კარტია რა. შვენიერი პასი. საშინელი პასი გავაკეთეთ ამ წამს. ჯერჯერობით ნორმალური თამაში მიდის, მეც მქონდა შეტევა, მოწინააღმდეგესაც მქონდა შეტევა. თანაბარი თამაშიც კი წავიდა ჯერჯერობით, მაგრამ აბა ეს შეტევა გადაწყვიტავს ყველაფერს ალბათ და არაფერი. აბა კარლოსი და აქედან გავუშვათ, აბა. ვაიმე. რა ცოტა დაგვაკლდა, ნამდვილად რა ცოტა. კარგი თამაში მიდის. შვენიერია. ყველა კარდი ასე თუ ისე პროდუქტიულია. და მაგიტო მომეწონა ეს აკაუნთი სიმართლე თუ გაინტერესებთ, იმიტომ რომ ყველა პოზიციაზე არის ისეთი მოთამაშე და ისეთი კარდები, რომელიც ამართლებს რა, ასე ვთქვათ. არც ერთი არ არის ჩაფლავებული, ასე ვთქვათ. კარგად ასრულებენ თავის მოვალეობას და კარგად ინაწილებენ ყველაფერს. აბა. ბრავო. სიმენს ძალიან კარგი ბურთი მოხსნა. და ძალიან სახიფათო შეტევა იყო ამ წამს, კიდევ ერთიც რა კარგად დაარტყა. ძალიან მოგვაწყვნენ. აბა ცოტა გადავიცებ შეტევისკენ. მოიცა, არ გადასულა ბურთი. აბა დავიწყეთ შეტევა. ვინისიუსი, აბა, მეკარესთან 1-1-ზე
რაც სუდად ვითამაშე, აი ცოტა წინ შემეძლო მისვლა კიდე. ლაუტარომ დაიბრუნა ბურთი და წაგვართვეს ისა. და ესე დასრულდა პირველი ტაიმი. მომენტები კარგი იყო, ანგარიში არ გახსნილა. ნუ კი, თითქმის თანაბარი თამაში მის. ბურთის ფლობით მაჯობა. დავიწყეთ მეორე ტაიმი, აბა იქნება გავხსნათ ამ ტაიმში მაინც ანგარიში. იმიტომ რომ ამის იქით ტაიმი აღარ იქნება. დამატებითები არ არის ზოგადად. აქ კონკრეტულად ამ მოუჩი არ არის დამატებითები, თორემ თამაში როგორ არის, ოპა, აი არ. აი ხარ ამის გოლი გავიტარეთ, თამაშგარეში იყო ლაუტარო ცოტათი. აოპ, აბა დაეწიე, კარგია, ძალიან კარგია. ვაიმე დაგვეწიეს, აბა რივალდო და გოლის შანსი არის. არაფერი. მაგრამ ძალიან კარგად ვაწვევით, შევარდა მესი საჯარიმოში, არაფერი. დაჭმა მიდის ბურთზე ჩვეულებრივი, ხან აქეთ, ხან იქით. აბა ეგ არის. იმედია ეგ არის. ვინისიუსის იმედზე ვარ ხა? აბა კარლოს. რა კარგი პასი იყო. რა კარგი მოძრაობა. რივალდო გოლ. ძალიან მაგარი იყო, აი ულამაზესი მომენტი იყო აქ. როდრის პასიც რა კარგი იყო. და შემდეგ ჩატეხა ორი მოთამაშე და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. ბრავო რივალდოს. ძალიან კარგი იყო. აბა პუიოლი. ლაუტარო. აი როდრის კარდი ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ძალიან კარგად დგას რა. შკოულსი აბა. ვინიზე გადავიდა თამაში. არა, დროული უნდა და აქ პასი რა, დროული პასი გვინდა და აი თუმცა ანგარიში გავხსენით, 1-0-ს ვიგებთ, სანერვიულ არაფერი არ არის. აბა როდრი. ოპა. თამაშგარე, აბა რა. მოდი გავაკეთოთ შეცვლები, აბა. 70 წუთია, შესანიშნავი დროა შეცვლებისთვის. და უნდა აღვნიშნო, რომ სამენებით საკმაოდ დამაკმაყოფილებელი აქვს ამ გუნდს. მე პირადად ძალიან მომწონს, აი ეს ჟირო მაგალითად თავებზე ძალიან კარგია. ეგ არის. გავაგრძელეთ თამაში. კარლოს, რა კარგი პასი გააკეთა და დენილსონმა ვეღარ შეძლო იქით კარგად გადატანა. აბა. უფ. ერთი სწორი, აბა კონტრშეტევა. დენილსონი არის აი უსტრაფესი. აქ ცუდი რაღაც ვქენი? არა, ძალიან ლამაზი გოლი გავიდა მეორეც. მშვენიერია. ორმა AMF-მა გაიტანა. ერთი იყო რივალდო AMF-ი და რივალდო იყო AMF-ი და შნეიდერის როგორც გამოითქმის, თვითონაც AMF-ი იყო ეს პიროვნება. ანუ დღეს ორმა AMF-მა გაიტანა გოლი. ესეც კიდევ ერთი დამთხოვა. აბა მესი. და გაგვიტანეს. ნუ ისეთი თამაში მიდიოდა, რომ ერთ გოლს იმსახურებდნენ აუცილებლად, იმიტომ რომ ბევრი კარგი მომენტი შექმნეს ნამდვილად. შკოულსი, აბა ბოლო წუთები არის დარჩენილი და იმედია მოგებით დავასრულებთ. პუიოლი.
და ჟირუზე რა კარგი პასი გაკეთდა და აბა ბოლო წუთებიღა არის დარჩენილი. და მორჩა თამაში. 2-1 დამთავრდა. ძალიან მაგარი ხელი გამოვიდა. ისეთი ხელი გამოვიდა, როგორიც მინდოდა რომ გამოსულიყო. ჩვენიერი ვიდეო გამოვიდა, მე მგონი. რა მე ვისი ამონე ნამდვილად. მოკლედ სულ ეს იყო დღეისთვის. შემდეგი ვიდეო არ ვიცი როდის დაიდება ზუსტად. მაგას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ შესაბამისად ისეთი დღეები არის ახლა, რომ შეიძლება ვერ მოვახერხო. ყველას გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას. თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად, რა თქმა უნდა. და სწორედ ასეთი დღესასწაულის გამო, ცალკე ბედობას, სხვადასხვა დღეების გამო შეიძლება რაღაც პერიოდი ვერ გადავიღოთ ვიდეოები რამოდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ არ დავიკარგებით, მაგას გვირდებით და ვესწრებით ყველანაირად, რომ მალე დავდოთ კიდევ ერთი ვიდეო. კიდევ ერთი რა, მორიგი ვიდეო. ნახვამდის, აბა, ყველას გისურვებთ ბედნიერებას და ჯანმრთელობას კიდევ ერთხელ.